წყალი მომიჩანს. აი, სპონსორი წყალია ჩვენი? წყალდუბოწყალი. მოგესალმებით, მეგობრებო. დღეს ჩემ ვიმყოფებით, სად ვიმყოფებით გიგი? ბიჭო, ბეცონ სპორტის დღეებში. დღეს იქნება ვერა ბრეჟნევას კონცერტი. გიგო ლევსი ჩამოდის ჩელიაბინსკიდან. და ჩვენ ვართ მოწვეული სტუმრები, VIP სტუმრები. VIP ლოჟაში ეგ ცოტა 9-ზე იწყება და მაგას შემოგთავაზებთ. მანამდე, რავი, შევიდეთ და ვნახოთ ახლა რა. დავათვალიერებთ რა ხდება, რა ამბებია. თან დღეს თამაში არის საქართველოს ესპანეთის და იმედი. ხო, რაც მნიშვნელოვანია კიდე. კვების სივრცეც იქნება და მაგასაც შემოგთავაზებთ რა იქნება, როგორ იქნება ნაირად. რა დაგვახედრა, მახანე ბიჭებს, საჭმელად. მე კიდე მშიერი არ წავალ. აქვე მეგობრებო, თქვენ უნდა გაიაროთ ბარიერი. არ დაიშვებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც არიან პაჭაჭყალა ბავშვები, ამიტომ პირადობა თან იქონი. მე აქ სახალისო თამაშები, ეს არის ტატოს სკუტერი და ტატოს სკუტერი გათამაშდება დღეს გამომწერებში. გაიმარჯვოთ, შემდეგ გადაგიშვით ბილეთებს. გასაგები, ანუ იქ თუ მოვიგეთ ბილეთს. თამაშები უნდა ითამაშოთ. კვერცხია მეგობრებო, არის რა. არ თამაში იცის არაფერი არ. ამას იცის ერთი უნდა ცოხნა და არა. ფოტოსებმა არ გამიშვა რა ახლა. გამევიცლი გამაშებ ჩვენ და მე გემარჯვე. პატარა ვიდეო გავხარე. ვინ უფრო ლამაზია? შენ. იასნია. თუ პატიშებ. იხდით და შიგვარდია. ახარა არ დაყვადის. რამე ის ჩაკია რამე შევდება? კაი. ნახევარი მახარა დაგვადის. გავსინჯავთ ახლა გიგი ბურგერს, მე ჰოთ-დოგს, ნინიც ჰოთ-დოგს გასინჯავს და ნახოთ აბა ერთი ეს არ უნდა ყვარია. ნახარამ კი ნახე 50% დაგვადიჟეს მეგობრებო. ხო და ნახოთ ერთი კრიტიკულ პიროვნებას რა ჰოთ-დოგები აქვს და ბურგერები. რა ფოტოს ვე? ჯერ ვერაფერს ვერ გიასწრებ. მაინც არის შენი ხარ ყველა ვარ. რა ის მენი ხარ? შენ ხარ უმე კამერა. ისმის ჩემი ხო? ისმის. დავედი ჯერი მამდა. პური ამარტო. შეგედე? ჯორო ყაში მართლა ცუდი არ არის რა. ეს აიო სტარდერი. მეც მომეწონა. მაგრამ ცოტაც ხარია. ალაპენოს გემოს საკაიფოდ იქნება და დიდათ არ მიყვარს ალაპენო. კი, გაახედე შენი ბურგერებისკენ. ეგოხა თან ამდენი ვიდეო რა შეიძლება გაში. ასევე ნახევარი ბეცონმა დაყვატია. მადლობა ბეცონს. და ბატონი გიგი დგას ასე ჰობოლი ბავშვით, იმიტომ რომ მაგას ჯერ საჭმელი არ უნდა. აია. ჩვენ რამდენ ქულას დაუწერ? გამართული 8 ქულა. მე 7 ნახევარი. არა, მე 8 ქულას დაუწერ. მეტი არ უნდა. მოგეთ მეც მეხისა ჩემი ბურგერი. აუ ნახე. იგი მარტო ცუდები თქვი? ცუდე ხო? მოგა. კაია. აუ. მადლობა. მაგარი ბილიკურია. მოეთ მეორე სერიას მოდ და მე მგონი ეს უფრო საკაიფოა ვიდრე წინა. როგორც ითხრათ ლუკას ევასებად გძელები და აჰა. მოდი თამონახე ჩვენ და ჩვენ. ვიდე მაგ როგორი წვიანია? მე მგავასინჯე. დაგასინჯო არა ის აი. წამო დავჯეთ რა ესე ბეჭო. ხო.
ჩავიდა, ადგილი რა რაღაცა. ადგილის მეტი რა, სანამ დაუგზე ჩეჩერები. აი ბოლოში არის შეჩერება. ძელდება რუბრიკა ვისი კუჭი გასკდა. ეს უფრო დიდია. ისა ვინა თუ დააკვირდი ესე. ეს რაც უფრო პოპულარული ხდებით მითხოხეთ და 50% დახვადიშეს, მე 100% და. თვით מחარამ გადაიხადა ფული და ჩვენ გვაჭუდეს. ავა არ მითხრა სიმართლე რო გითხრა. მაგარია. პოდასვა. ეს ეგივე. დაპატიჟებული. მაგალითად ჩვენი ვიდეო გაგრძელებას მივახლავდა. პირველ რიგში. ჩვენ ხო ინდივიდუალურად გამოვირჩევით და აბარა. ჩვენ ვართ YouTube-ის მიქსი. არხი გამეიწეთ, არ გადამრიოთ ჭუიდან არ გადამრიოთ. კივაც კაია. მაგალითად გრავს კდიამდენი ჭამეთ. ახლა ვსვამ. მე რაღაცას მივაყოლებ სინერის კიდე. ლოგინია რა თქო მოუწორო და კაცი. ეგ დაახერა ხნას კავი. ხო, უკან, რაღაცა სპორტული აქტივობებია და ეგეც რაღაცა ვითამაშეთ. ვერაფერი ვერ მოვიგეთ, რას მოგაგებიებენ ეგენი კაის. ეწევით ჩეგჯებს. მოიწე, წაგებულმა რა ქნას. რაღაც აქტივობაში მიღოს მონაწილეობა. მე ვერაფერში ვერ ვიღებ მონაწილეობა. ჭამაში? ერთ ვიღარც ჭამაში. კი, რაღაცა ვიზამთ რა. აბა, 1, 2, 3. ამა მართლა დალი. მეთქი გადავა ხაიჯა. მართალი, მაგარია. ცივია ძალიან. აუ, არ შემილია. დიდად. ორნი ვარ, ხარდი. მე ხო? ვიდა ხისახისას გეტყდა მე გამოიწერე. იმერული ვაიბები ქვია ჩვენი. სხვათა შორის ეხარ უყავდათ პოდკასტში წინაზე. ლაბაძისმა. ერთი კვირტა გასწარით და თქვენ ხავდათ? ჩვენ ვიყავით მაგათთან. მე ლაბაძის ძმის მოწვა მინდოდა სადღაც 2 თვის განმავლობაში მეტი და არა რა 2 თვე 4 თვე ჩვენ ავდექი და პირდაპირ მივაჭერით. ბაჭო, კაი შემართება არის. ეხლა რა ხდება მოვიწერს. რა ხდება და ეხლა გვაინტერესებს შენი აზრით საქართველოს და ესპანეთის მატჩი რა ანგარიში დამთავრდება. ციცნოლს მოვიგეთ. მაგას დაუფიციებ რა. და შენი აზრით ვინ იქნება გოლის ავტორი? მიყვარს ბომბარდირი რა თქმა უნდა. ორივე დუბლის 1-0. საბოლოო პასუხი 1-0 იყო. გიგი შენი აზრით? ჩემი აზრით მე მგონია რომ ყველაფერზე რას ფიქრობ, 1-0 დამთავრდება ჩვენ არა, 1-1 მგონია. ცოტას ვიცვალებთ, მაგრამ მე მგონი ფრე გვაწყობს ხა? კი, გვაწყობს ფრე? კი, ესპანეთთან ფრე გვაწყობს. ანუ გასulis ამბავში რა. გასulis ამბავში ახლა ნახე როგორი თემაა. ესპანეთთან ფრე თუ ითამაშეთ, ზე იდეალური შედეგია და თურქეთს და იქით მე იქით უნდა მოსაგები არის. უეჭველი უნდა მოვიგოთ რომ გავიდეთ რა. ოკეი. ხო და ეხა მაგალითად თუ დღეს ფრეს ვითამაშებ და მე თურქეთთან მოვიგეთ, უეჭველი გასულები კი რა, აი ეგ იქნება ჩვენთვის ზე იდეალური ანგარიში და იქ ყველაზე იდეალური შედეგი იქნება ეგ ამ ეტაპის მონაცემებით რა და თუ ორივეს მოვიგებთ, ვაფშე ყველაზე მაგარი რა. შეგით მე რა საყურებლად? კი, დაკავებული გაქვთ ადგილები? რაღაცა განმოგვიციეთ. იმიტომ რომ ისა. იმიტომ რომ მანამდე ცოტა აქ რაღაცა ჩვენ მოჩი ვიდეოდით რა და კონტენტი ცოტა იქით მახარა ვიდეოები გიდევთ? კი, 30 ვიდეოები. 30? იმერული? ვაიბები. სამი თვის არხია, ჯერ ცოტა გვიჭირს რა, არა? მე ვცდილობდი სულ რომ ახალი დამწყები იუთუბერების ვიდეოებისთვის ყურადღება მიმექცია რა და მეყურებინა უბრალოდ ეხა ბოლო დროს იმდენი არის ახალი რომ ფიზიკურად აი ადამიანს დრო არის ხო? სხვათა შორის რა. ასე აი შეხედეთ? მადლობა ჩვენი არხის საქმე. სხვათა შორის ასე იმერელი და ეგ დასავლეთიდან ბევრი არა. ხო. ეგ ნიშაგიჭირა უცრავ. აჰა, რა თქმა უნდა. წყალტუბოდან ერთი ბიჭი არის მძიმე კაცი ქვია და ვინც გიხურებს გადადით და გამოიწერეთ იმის. ცოტა ძველი არის და מחარა საჭმის შეფასებები. არა. არა? ეხა ბოლოს რაც ვენახე გეიმინგი აქვს და ზირ ვორკაუტებს იღებს და თავისი მანქანის რაღაცა ვიდეოები. ამერიოს მარა ხო, ოკეი. მძიმე კაცი სხვა მძიმე კაციც არის. ეს როჯანს. ორი მძიმე კაცი არის?
რო ჭამს და კიდე რაღაცა გადაცემა არ იყო ეგ ძიმე კაცთან თუ რაღაცა ეგ სხვა თემა იყო ზოგს შეიძლება მაგაშიც აერიოს რა ჩვენი კონტენტიც ეგაა რა აი მოკლედ დღეს ვიგებთ ყველა ვარიანტში რა და არხი გავაიწერეთ კიდე ვიდეო და ლაიკი მე როგორც ყოფილი სპორტსმენი დავამტკიცებ რომ იქ ბურთი ჩემი იქნება Короче, მოგვიწევს რომ ჩვენს გენაა და აბა ამხელა ადეიქცას ოპა ასე ხდება როცა პროფესიონალი ბურთი აბა რა ძმაო წავედით აღაკუთვნილი ბურთი ავიღოთ ესეც კუთვნილი ბურთი გვაქვს ასეთი არხი ქვია იმერული ვაიბები რა აი კამერა რო ესეა მომყირებული მომწონს იმერული ვაიბები ქვია ჩვენ არხს და ალბათ იმერული ვაიბები ოკეი იმერეთიდან მოხდა ცოტა ჩაგაფიქრებს რატო ქვია არხს სახე აი რამოდენიმე კითხვა რა პირველი კითხვა მაინც ცოტა ბანალურია რა დღევანდელ მათ შეეხება რა შენი პროგნოზი რო გითხრა ესპანეთს იმდენი ფეხბურთელი აკლია და თუ რამე გვინდა ეს როგორც მინიმუმ ქულა უნდა ავიღოთ და იმედია გამოვა მედი არა მე ვფიქრობ რომ გამოვა რა არა ფიქრობ და ეს სამქულაზე ფიქრობ ჩვენ კაც მაქსიმალისტები ვართ მაგრამ მაინც გონია რომ რეალურთან ახლოს ულის აღება ძალიან რეალურია ეს დღეს თურქეთთან მატჩი როგორი პროგნოზები თუ ყველა იქნება მწყობრში ასევე დადებითი თურქეთში თამაში ძალიან რთულია მაგრამ თუ ჩვენ ვიყავით ფორმაში, ვერაფერი ვერ დაგვიდგება წინ. ანუ საერთო ფონი როგორ ფიქრო, რამდენი პროცენტი გვაქვს შანსი რომ გავიდეთ სოფლიოზე რა? აი ახლა ამ წუთისთვის არ გვაქვს იმხელა შანსი, იმიტომ რომ თურქეთთან სახლში წავაგდეთ. ალბათ 20. ხო, თურქეთს უფრო კარგი შანსი აქვს ვაღიაროთ. აჰა. მაგრამ მე მაქვს ერთი კითხვა კიდე რა. აი ჩელენჯის სახით რა იყოს ჩვენ რამდენ გამომწერზე მოგვიწევთ ფუბოტკაში. ნახე, ჩვენ ვიწერთ არა გამომწერების რაოდენობით. აი ხალხი რო დაწერს კომენტარებში რომ ბიჭები მოიყვანეთო, მერე ჩვენი გენიალური პროდიუსერი აჩი იფიქრებს რომ ესე იგი ბიჭები აინტერესებს ხალხს. მაშინ ჩვენ 1800 გამომწერს მინდა ვთხოვ რომ გადავიდნენ და დაწერონ კომენტარებში რომ ბიჭები ფუტბოლკაში. ორივეს ერთად გინდა? ერთი არხი. ხომ არა ეხლა. არა მე ჯერმე. ჯერ შეთანხმდით ვინ ჯერმე ერთ კამში ჩავეტევით არაა პრობლემა და კარტაში ჩავიხსო ხომ არა იცით ჩვენთან სალაპარაკო დრო ისე შეზღუდული აქვს სტუმრებს და თქვენ ორს კიდე ერთმანეთთან გაზიარება მოგიწევთ სალაპარაკო დროს პრაქტიკულად ვერ ილაპარაკებთ ვერაფერს კაი მე ცალ-ცალკე ჯობ არა პრობლემა მოვა კაი რაზე გაქვთ არხი ანუ რა დაახლოებით იმაზე ვაიბებზე როა გავიგეთ რა იმაზე რაც מחარას დაახლოებით რა ამა ჭამთ კაი ხო და ის გვინდა მართლა რომ დრო რო გექნება რომ იქნება ვესწრები მაქსიმალურად როცა დრო ჩვენც რომ მოხვიდე და დიეტაზე რო არ იქნება რომ დაგაპუროთ რა მაშინ ანუ გაცლებთ კარგ ფორმაში რო ვიქნები მე გეწვევით კაი ჩვენც კარგ ფორმაში აი ხა სასიამოვნო იყო შესაც თუმარი მოვიდა პირველად ნახეთი წელია პოდკასტი მიხარასთან ზახშირად ვარ და მოკლედ მეგობრებო როგორც მიხვდით მიკროფონმა ხმა ჩაეწერა ამიტომ გვიწევს ხმის გადადება მადლობა მინდა ყველას გადაგიხადოთ რომ დაჩით ბოლომდე და უყურეთ ვიდეოს პატარა სათხოვარიც მექნება თუ გინდათ მსგავსი ან კიდე უკეთესი ვიდეოები გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი და გვალაიქოთ და დაგვიწეროთ კომენტარები აბა დროებით